ეს შენგეხება, ისევ გვისმენენ სლოგანი ახალი კამპანია ძველი. მოსმენების პოლიტიკის წინააღმდეგ გაკეთებული სამთავრობო განცხადებების მიუხედავად ხელისუფლებას არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილი ისევ მიმართავს. არასამთავრობო ორგანიზაციები ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიებიდან ეგრეთ წოდებული შავი ყუთის ამოღებასაც მოითხოვენ. კამპანიის მონაწილეები თანხმდებიან, რომ პრობლემის მოსაგვარებლად პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის მიღება დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს. უფლებადამცველებს უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძე ამბობს, რომ პირადი ინფორმაცია დაცულია და არ გვისმენს. სოფო ოხანაშვილი აგრძელებს თემას. გთხოვთ გამართოთ მობილური ტელეფონით თქვენი საუბარი ისმინება. ამ გაფრთხილებით არასამთავრობო ორგანიზაციების კამპანია შენგეხება უკანონო მოსმენების წინააღმდეგ დღეს განახლდა. კამპანიის დაწყებით მონაწილეები ხელისუფლებას ახსენებენ, რომ უკანონო მოსმენების პრობლემა ისევ აქტუალურია და პირადი მონაცემები არ არის დაცული. მათ გააჩნიათ ყველა ის ტექნიკური საშუალება, რომელიც მათ საშუალებას აძლევს, რომ არა მხოლოდ მოусმინონ, არამედ გაიგონ ადგილმდებარეობის შესახებ ამ ადამიანების, ასევე მიიღონ ინფორმაცია მათი SMS-ებთან დაკავშირებით, ასევე გაიგონ თუ რა მიმოწერები აქვთ მათ ელექტრონული პოსტით, რომელ ინტერნეტ გვერდებზე შედიან. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები გამოსავალს საკანონმდებლო ცვლილებაში ხედავენ. მათი თქმით, საქართველოს კანონმდებლობაში არსებული ხარვეზებით ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება შეიძლება მუდმივად შეილახოს. კამპანიის მონაწილეები ხელისუფლებისგან პირობის შესრულებას ითხოვენ. მიზანი არის ის, რომ ხელისუფლებამ თავისი თანაპირების შეასრულოს და დროულად შეცვალოს კანონმდებლობა, მოიყვანოს ის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში და აღკვეთოს ის მავნე პრაქტიკა, რაც გულისხმობს ეგრეთ წოდებული შავი ყუთების არსებობას მობილურ ოპერატორებთან. პრობლემის არსებობაზე საუბრობენ საპარლამენტო უმცირესობაში. უმრავლესობა დარღვევების კონკრეტულ ფაქტებს ითხოვს და მათი დამტკიცების შემთხვევაში რეაგირების გარანტიასაც იძლევა. დღეს სახელმწიფოს აქვს ორჯერ მეტი, ასე ვთქვათ, საშუალება შეძენილი იმისათვის, რომ მოსმენები იყოს, ამიტომ ეს პრობლემა დღესაც და ამასთან დაკავშირებით უნდა ემუშაოს როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები, ისე ჩვენ. თუ ვინმე საუბრობს უკანონო მოსმენებზე უნდა ქონდეს ფაქტები, თუ ვინმე ბედავს თანამედროვე ქართული ოცნების საზოგადოებაში ამ უკანონო ქმედებას, ის აუცილებლად ხილებული დაშლილი უნდა იყოს. ხდება თუ არა მოსმენები, ამაზე ვერავის ვერ გეტყვით. კონკრეტულ დარღვევებზე სახალხო დამცველი ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მსგავსად, ისიც მთავარ პრობლემას საკანონმდებლო ხარვეზებში ხედავს. უჩენ ანუაშვილი კანონმდებლობის ცვლილებასა და სანქციების გამკაცრების აუცილებლობაზე საუბრობს. საუბარი გვაქვს იმაზე, რამდენად გამოიყენებს თუ არ გამოიყენებს დღევანდელი ხელისუფლება კანონით მინიჭებულ უფლებებს. სწორედ ამიტომაც არის საჭირო გარკვეული ჩარჩოები, გარკვეული შეზღუდვები და რა თქმა უნდა გარკვეული მექანიზმი მონიტორინგის, იმისათვის რომ თვითვეული მსგავსი შემთხვევა იყოს მაქსიმალურად გაკონტროლებული. უკანონოდ არაფერი არ ხდება. მოსმენებთან დაკავშირებით კანონდარღვევას უარყოფს ალექსანდრე ჭიკაიძე. კანონმდებლობის ცვლილებასთან დაკავშირებით კი შინაგან საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ კონსულტაციები მიმდინარეობს. ოპტიმალურ საკანონმდებლო ცვლილებაზე ჩამოყალიბდებით, შემდეგ გავიხილავთ და აუცილებლად შევაკავ საკანონმდებლო ცვლილებას ჩვენ სამინისტროში. ფარული ჩანაწერები შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2012-13 წლებში აღმოაჩინა. სპეციალურად შექმნილმა კომისიამ ჩანაწერები შეისწავლა და პირადი ცხოვრების ამსახველი მასალა გაანადგურა. დანარჩენი კი გამოსაძიებლად პროკურატურას დაახლოებით ერთი თვის წინ გადასცა.